მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით შემდეგ ვიდეო. გათავარდია. მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით შემდეგ ვიდეოთი. და დღეს გადავიღებ ძალიან მაგარ ვიდეოს, რადგან შაკო ჩვენთან და ის უკვე ძალიან მაგარია. და უკვე გაიზარდა დიდი კაცი. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ჩვენ დავასრულებთ მითებს, რასაც დაგვეხმარება ჩვენი მეგობარი და ChatGPT. მოკლედ მეგობრებო, ხელოვნური ინტელექტმა როგორც გვითხრა, არსებობს 5 მითი, რომელიც სინამდვილეა, ანუ მართალია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამ მითების დასაბუთებას, ის ნამდვილია მართლა თუ არა. მაგარ გავწეროთ, გეტყვით რომ გამოიწერეთ არხი აუცილებლად, რადგან თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ, ასევე დაალაიქოთ ვიდეო და ყველა ვიდეო რაც კი ნაყურები გაქვთ, ლაიქის გარეშე არ დატოვოთ. ასევე გააზიარეთ თქვენ მეგობრებთან, თქვენს ნათესავებთან, რადგან მათაც უყუროთ ეს. ესე იგი, მოდი დავიწყოთ. პირველი მითი, ეს არის რომ შაკო ახლა გააკეთებს. როდესაც შენ ნერწყვს გადაყლაპავ, იმავე დროს ვერ ისუნთქებ. ან გადაყლაპის დროს თუნქვა შეუძლებელია. ვერ სუნთქავ. შეიძლება წყლის დალევის დროსაც სადღო გაბო. შესაძლებელია? ვერა. ეს იყო პირველი მითი, ასე რომ პირველი მითი როგორც სიმართლე ყოფილა. ან ლაპარაკის დროს ვერ ისუნთქებ. მეორე მითი არის რომ ლაპარაკის დროს ვერ სუნთქებ. აბა სუნთქვა შეუძლებელია, როდესაც ადამიანი ლაპარაკის. სადოთ ეს რა თქმა უნდა ძალიან მარტივია, ვიდეო დაპაუზეთ და აუცილებლად წადეთ. აბა ვილაპარაკებ და თან შეუძლებელია. მოდი ახლა მესამე მითი ვთქვათ, შაკო. თქვენ მესამე მითი? პირით და ცხვირით სუნთქვა მეგობრებო შეუძლებელია. ერთდროულად. აბა ვცადოთ. მეოთხე მითი ეს არის რომ თუ ხელებში ანუ ამოისუნთქებ ორთქლს ჩაუშვებ და შემდეგ ამას მუხლებს ერთმანეთზე მიადებ და ასე ერთმანეთზე გავუსვევ, შეიძლება წარმოგიდგენს შავი მასა. რა შავი მასა? ბიჭო, ასე უნდა ვქნათ ხო და? ასე. ავსდი. ძმაური ასაკეთებ. მე ამ დროს ვფიქრობდი რომ გამომივიდოდა. ახლა მოხდათ? აბა შეხედე. შაკოსთან მეგობრებო, მართლა მოხდა. ჩემთან. არ ვიცი თუ ხედავთ, მაგრამ მართლა შავი წერტილება დაიწყო. მე აღარ ჩვეულებრივადაც ვაკეთებ. ესე იგი, ხელოვნური ინტელექტის მეოთხე მითით ზოგჯერ მუშაობს, ზოგჯერ არა. ჩემთან არა. ყოველ შემთხვევაში. მეგობრებო და საბოლოო მეხუთე მითი. მოდი ამ მეხუთე მითსაც მივიტყვი. მეხუთე მითი ის არის, რომ ChatGPT-მა მოგითხრა, რომ თქვენ ჩვენ არხის გამოწერას ვერ შეძლებთ. მოდი ეს მითი გოგა დავამსხვრიოთ. ასე რომ მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ეს მითიც დაიმსხვრევა. მოკლედ, მეგობრებო, არ გემშვიდობებით მეგობრებო, რადგან წინ დავრჩა რაღაცა თქვენ. ჩვენ ავედით 51 გამომწერზე, მივახციეთ 50 გამომწერს. ჩვენ გვაქვს ასეთი იდეა, რომ შევქმნათ ჩვენი მაისურები, გავიზრდეთ? და ამ მაისურებზე ეხატება ჩვენი ლოგო. ასევე უკან ეხატება random videos ფოტო. ხოლო თუ თქვენ დაგვეხმარებით ავალ 100 გამომწერზე, 100 გამომწერზე გვექნება ამ მაისურების გათამაშება და რა ვიცი, იქნებ ირვლიანი იყოთ რომელიმე და თქვენ აერჩიოთ. ახლა კი გემშვიდობებით მოვა შეხვედრამდე და peace. É vapo, vapo no setor, é vapo, vapo do vapor.